მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოკითხვას, მე თამარ კვარაცხელია ვარ. რესპუბლიკური პარტია თბილისის მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის გაპროტესტების, ახალი სისტემის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს. თინა ხიდაშელის განცხადებით, გადასახადი ნარჩენების გატანისთვის 4ჯერ და რიგ შემთხვევაში 10ჯერ იზრდება. ეს კი მნიშვნელოვნად დაამძიმებს ყოველი ოჯახის ფინანსურ ვალდებულებას. ამასთანავე ეს გადასახადი სრულიად უთანასწორო და უსამართლოა. სწორედ ამიტომ ხიდაშელი დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე საკითხის განხილვის მოხსნას მოითხოვს. საკრებულოს ოპოზიცია უმრავლესობის წევრები პასუხობენ, როგორც ნიკო ხაჩირაშვილი აღნიშნავს, ბოლო 4 დღე ამ საკითხზე მსჯელობენ და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები უკვე გამოიკვეთა. ხაჩირაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის პირები, რომლებიც თვეში 400-500 კილოვატ ელექტროენერგიას ხარჯავენ, შესაძლოა ბევრი აღმოჩნდნენ, მათთვის კი დასუფთავების გადასახადი უფრო გაიზრდება ვიდრე იმათთვის, რომლებიც ნაკლებს მოიხმარენ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამის მიუხედავად აცხადებს, რომ შეცდებიან მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინონ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ საკრებულოს ახალი პროექტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიებმევა ყოველი დახარჯული 1 კილოვატ-საათი ენერგია კი 5 თეთრით განისაზღვრება. საკითხის განხილვა საკრებულოს ხდომაზე ამ წუთებში მიმდინარეობს. დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის ამოქმედებას აპროტესტებს ოპოზიცია და მოსახლეობას თხოვს მათ პროტესტს შეუერთდნენ. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდულის თავმჯდომარე სულხან ღლონტი იქნება. მანამდე საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ? აპროტესტებთ თუ არა დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას? 2-3-7-9-9-4 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. დღეისთვის პირველი მაყურებელია ხაზზე, გამარჯობა, გისმენთ. Საამშტობისად კი აუცილებლად ვაპროტესტებთ, ძალიან კატეგორიულად ვაპროტესტებთ, მაგრამ რა ძაღლიყებს კარავანი მიდის. გუშინ რომ გამოკითხვა იყო, ისე მაინც ეკნათ მაგ საწოდავებს, მაგათ ის ყუთები დაესველებინათ, საიარაღო ყუთებზე მაგ საუბარი და შიგ ჩაელაგებინათ ის იარაღი, ის ჭურვები, რომლებიც გაუნებელყოფილი არ იყო. ეგ იყო სამოსწავლო ტყვია წამალი, თავისი ჭურვები და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენ შეგეძლოთ გუშინ გესაუბრეთ ჩვენთან პირდაპირ ეთერში დღეს დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებით. სხვა რაღაცას გეტყვით ინფორმაციას რა. აი მე ახლა ხელთან მაქვს რაღაცა გაზეთი, ბროშურა პატარა, აი მსოფლიო სპორტი რო გაზეთი რო არის, იმხელა გაზეთი მაქვს, ოღონდ ძველი ნომერია, 10 წლის წინანდელი ალბათ. სადაც წერია გიჟობაში ეჭმიტანელი, მოკლე ამონ არის წაგიკითხავთ სათაურს. ძალიან სწრაფად გთხოვს დრო არ მსოფლიოს 7 ფსიქიატრიული კლინიკა მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს. ქრონიკა 25. კერძოდ ესენი არიან. Tonbergis ფსიქიატრიული ცენტრი, ორსნესალი, ნორვეგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი. მადლობა ზარისთვის, ჩვენ უბრალოდ საერთოდ დრო არ გვაქვს, შეზღუდულები ვართ, ამიტომ გთხოვთ ყველა მაყურებელს თემასთან ახლოს ისაუბროს და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება პირდაპირ ეთერში დარეკოს ტელეფონის ნომერზე 2-3-7-9-9-4. აპროტესტებთ თუ არა დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას? შემდეგი მაყურებელია ხაზზე, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. რა თქმა უნდა ვაპროტესტებ. მე ვარ პენსიონერი, მაქვს 100 ლარი პენსია, მაგრამ მაქვს დაავადება, სისხლძარღვთა შევიწროება და მოვიხსარ ბერ ელექტროენერგიას, ბაკი მაქვს. მე ვიხდიდი 250 და 300-ზე ნაკლებს ვერ ხარჯავ, იმიტომ რომ მაქვს ასეთი დაავადება და ამიტომ მომიწევს 10ჯერ გაზრდილი გადასახადის გადახდა და ეს სამართლიანია? მადლობა ზარისთვის, შეგახსენებთ, რომ სატელეფონო ზარების მიღების პარალელურად ხმის მიცემა მიმდინარეობს გამოკითხვის ვებგვერდის საშუალებით. გამოკითხვა წერტილი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი, რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს. 93% აპროტესტებს დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას, 6% არ აპროტესტებს. რას ფიქრობთ თქვენ? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2-3-7-9-9-4 მაყურებელია ხაზზე, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. ადრე როცა სატელეფონო გააძვირეს გადასახადი, გააძვირეს იმიტომ რომ ჩვენ ნაკლები გველაპარაკა ერთმანეთთან, არ დავკავშირებოდი და პოლიტიკა არ გაგვერჩია. ეხლა ამას აძვირებენ და ეს ნაგავი უბრალოდ არ, იმიტომ რომ თქვენი ტელევიზორი, თქვენი არხი მე ვეღარ ჩავთო ისე ინტენსიურობით როგორც ეხლა მაქვს ჩართული. იმიტომ რომ მე უნდა დავიწყო ეკონომია, უნდა ვიფიქრო იმაზე, რა გამოვთიშო, რა არ ჩართო ამ ზაფხულს. მაცივარი, სანიარობელი, თუ ტელევიზორი. აი სადაც მიდის პოლიტიკა, მაგათ თქვენ აზი არ ახარ.
მადლობა ზარისთვის 237-994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ საკრებულოს წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის გადასახადს უნდა მიებას დასუფთავების გადასახადი. 1 კილოვატ-საათ ენერგიის დახარჯვის შემთხვევაში 5 თეთრით განისაზღვრება გადასახადი. როგორ ფიქრობთ თქვენ და აპროტესტებთ თუ არა დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას? ამ წუთებში საკრებულოში მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა. რას ფიქრობთ თქვენ დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 237-994. შემდეგი მაყურებელია ხაზა, გამარჯობა, გისმენთ. ალო. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ქალბატონო, რა შენიშნავს ეხლა მე საერთოდ ყველაფერთან. დიახ. მოსახლეობა, რომლებიც ჰაერში არიან გამოკიდებულები და არაფერ გადასახადს არ იხდიან. მიხედონ ამ ხალხს გამოცენ რაღაცა დებულება, რომლის საფუძველზეც ამ მოსახლეობას დაეკისრება გადასახადის გადახდა. ის ვინც ყოველთვის იხდის გადასახადს, იმან რა დააშავა დაუშვათ, ხვის მაგივრად დაეკისროს ეს გადასახადი კიდე დამატებით. აი ეს შენიშვნა მექნება მე საკრებულოსთან, მთავრობასთან და ყველასთან. საჯარო რეესტრებში არიან დაფიქსირებულები ეს ადამიანები, განოცემ ბრძანებულება და დაიბარონ და ყველა თვიურად კეთილსინდისიერად მივიდნენ და გადაიხადონ გადასახადი. აი ეს იქნება ჩემი თქვენდამი დიდი თხოვნა და სახელმწიფოს მიმართ ძალიან დიდი თხოვნა და პატივი. გასაგებია, რაც შეეხება დასუფთავების ახალ სისტემას, გადასახადის ახალ სისტემას. დიახ. როგორ ვიქნები კმაყოფილი, როცა მე ხვის მაგივრად უნდა გადავიხადო, რომ მე ჩემს მაგივრად მიჭეს გადასახადის გადახდა. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. აპროტესტებთ თუ არა დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 237-994 აქტიურეთ ინტერნეტის საშუალებით. გამოკითხვა წერტილი გიარი ჩვენი ინტერნეტ მისამართი მაყურებელია ხაზა, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ერთი რაღაც მაინტერესებს. რა თქმა უნდა ვაპროტესტებ, მაგრამ აი რა რეზონია გამაგებინეთ ამაში? აი ვაპროტესტებ მე პეტრეც, ივანეც, ისიც ესეც, მაგრამ არანაირი რეზულტატი, ეს არაფერს არ მოგცემ. აი როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მიაღწიოთ რეზულტატს? ან გასაგებია რომ აპროტესტებთ და გასაგებია რომ ყველას თავისი პოზიცია აქვს მსგავს საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ იმისათვის რომ შეიცვალოს, რას აკეთებს ამისთვის საზოგადოება? გამოვიდეთ ყველა, მივიდეთ მერიასთან, სადაც დღეს აი ამ წუთში მიდის აი ამ საკითხის განხილვა. და ну რაღაცა ну მე მგონი აი იცი რა აი ბევრი ხალხის უნდა შეეშინდეთ და უნდა შეაჩერონ რა თქმა უნდა დროებით შეაჩერებენ ამას. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მადლობა, მე შევახსენებთ რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს საკრებულოში 237-994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. აპროტესტებთ თუ არა დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას? მაყურებელია ხაზა, გამარჯობა, გისმენთ. დიახ, გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, დიახ. აი ხლა, რატომ არის ასეთი შემთხვევა, სად ნაგავი, სად სინათლე? დიახ. აი სადა, რა მისვენ, როგორ სინათლეზე უნდა გადავიხადო და ნაგავზე უნდა გადავიხადო. აი როგორ შეიძლება ეს ამბავი? გასაგებია, რაც შეეხება ტარიფის გაზრდას. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? თქვენ რა თითქოს შეიძლება რომ ტარიფი გაიზარდოს, ხელფასებს პენსიებს არ გვიმატებენ. ესა ყველა ნაგავი ყველაფერს ემატება ფასი. როგორ უნდა გადავიხადოთ? გასაგებია. მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. სულ შემოვიდა ამ დროისთვის 104,94% აპროტესტებს დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას, 4% არ აპროტესტებს. რას ფიქრობთ თქვენ? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 237-994 მაყურებელია ხაზა, გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, დიახ. გამარჯობათ. გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. მისმენთ? დიახ. ხო, რა თქმა მინდა. და რა შედეგი აქვს აი თქვენს გადაცემას? მე გადაცემას. ესე იგი, თემაითის გააკეთეთ რომ ვიღაცამ წესით წინადადება მოგაწოდოთ. დიახ. წინადადება მოგაწოდოთ. ხო, ესე იგი, თქვენ არ აგაქვთ იმის უნარი რომ განსაზღვროთ როგორ უნდა მიმოქმედოთ, ხო? დიახ. ხო. მე მოგცემთ ასეთ მაგალითს, გაიგე? რომ სულ ყველა, აიგე, პროტესტის ნიშნად უნდა 4 საათი და 5 საათამდე გამოვიდეთ და გავიაროთ მთავარ პროსპექტზე. აი ეს გამოხოდოთ შე პროტესტი. აი სულ ყველა ერთად. დიახ. მე როგორც ვიცი თქვენ დაგმუნდება მთავრობა რომ ამდენი ხალხი აპროტესტებს
მათ გადაწყვეტილება. ჯერეგეთი რა საზომი ერთეულია მე ვერ გავიგე. აი ხო, არსებობს მადლობა ზარისთვის მე მივხვდი რომ თქვენ აპროტესტებთ დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას რაც შეეხება თქვენ შემოთავაზებას უბრალოდ ჩვენ ვერ მივიღებთ შეუძლია ეს გაითვალისწინოს მაყურებელმა ჩვენი გადაცემა კი ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 5 საათზე გავა პირდაპირ ეთერში 237-994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი იაქტიურეთ ინტერნეტის საშუალებით გამოკითხვა წერტილი გი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა დიახ გისმენთ. წინა გამოსულმა კარგად აღნიშნა. დიახ. სახშფოთება და გამოხატულება იმაზრის თქვენი გადაცემის შედეგად რას გვაფლევს? აი რაც ეს განაცხადი შემოვიდა საკრებულოსთან იყო თუ ასე ახლობლებიდან გავიგეთ იმის მერე ვცდილობ რომ გამოვხატო ჩემი ასე თქვა დავიცვა ჩემი უფლებას და ნუ ხომ მიხდით ახლა გაზეთას მაგ საუბარი. აი როგორ გამოვხატო ეს ყველაფერი? თქვენი გადაცემა ვერ მიაღწევ შედეგს დარწმუნებული ვარ 100% თამაში. ჩვენი გადაცემა იმიტომ არ არსებობს რომ მოგვიწოდეთ მოვალთ გამოვხატავთ პროტესტს. ჩვენ არავის არაფერს არ მოვწოდეთ. ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება, დიახ. მე ერთი რაღაც მინდა, აი უბრალოდ მომიწმინეთ. მე ვარ ჩამოკიდებული დენზე, ასე ვთქვათ. აი კალონკას ვერ ვაყენებ. დიახ. ყველაფერი ფუნქციონირებს შემოჯახში დენზე. დიახ. აი ამას არ ითვალისწინებენ დარწმუნებული ვარ. აი მე რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში? დიახ. ესე იგი მე ვხმარობ სადღაც 400-500 კილოს, მაგრამ გას ვხმარობ თვეში ზამთარ ზაფხულს 3-4 ლარისას. დიახ. ესე იგი მე სადღაც 30, 35, 50 ლარი მომივა ნაგავი ვიღაცის გადასახდელი. რა თქმა უნდა ეს ესეა. ვიღაცა გამოვიდეს კომპეტენტური და გვითხრას რა გავაკეთოთ ჩვენ მოქალაქეებმა რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები. მადლობთ. მადლობა ზარისთვის 237-994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მაყურებელს თხოვ იაქტიუროს ჩვენთან შემომავალი არც ერთი ზარი არ იფილტრება საინტერესოა რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა თქვენ. გამარჯობა. პირველ რიგში მოკლა ამ სიზმრებმა ჩვენი სიზმრები ყოფნის გენაცვალე ახლა კიდე მერაბიშვილის და სააკაშვილის სიზმრები რო არ განვიხილოთ და არ ისავქნათ გავანბავცოთ იმიტომ რომ რაშია საქმე გუშინ იყო და მათი სიზმრების გახმოვანება იყო დღეს არის და საკრებულოს სიზმრების გახმოვანება რა ვქნათ ჩვენ უბრალო ხალხმა დაგვინიშნონ მაშინ პენსიონერებს 500 ლარი და გავჩუმდებით ჩვენც როგორც ეხლა საკრებულოს წევრები ლაპარაკობდნენ რომ ჩვენ პრემიებს ვერ ჩამოვიწრით ეს ჩვენი ანაზღაურებაა შრომისო რომელი შრომის ანაზღაურებაა გაგვაგებინონ ერთი რა აგვიხსნან გასაგებია მადლობა ზარისთვის აპროტესტებთ თუ არა დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში და გამოთქვით თქვენი მოსაზრება შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ 237-994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ ალო გამარჯობა მოგესალმებით დიახ ეხლა რო კატებივით კნავიან და ეხვერწებოდნენ ის ხალხი 26-ში გამოდითო დიახ იყვნენ და იკნავლონ ეხლა ვარესების ღირსი ვართ ქართველებია 10 ლარი უნდა გახდეს დიახ მადლობა ზარისთვის 237-994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი აპროტესტებთ თუ არა დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ გამარჯობა რა თქმა უნდა ვაპროტესტებს რომელი ნორმალური არ გააპროტესტებს მხოლოდ 10% ალბათ ვინც პარლამენტში არიან და კარგად ცხოვრობენ 90% გააპროტესტებს მაგრამ სახლებიდან ტელეფონით ტელევიზორით გააპროტესტებას აზრი აქვს შულო აი ეხლა რომ მიდის განხილვა საკრებულოში ახლა მთელი თბილისი იქ უნდა იდგეს წესით მთელი თბილისი ეგ შედეგი მივიღოთ თორე ისე აქციებისა და გამოსვლებისა და მართლაც რომ რევოლუციის გარდა ჩვენ სხვა არაფერი არ გვიშველის როგორ ხდება სხვა ქვეყნებში აბა ნახეთ საბერძნეთში რა ამბავია აფრიკაში რა ამბავია ეგვიპტეში რა ამბავია რა დაგვიმართა რამ დაგვაძინა ასე შეიძლება ჩაგიკითხებით როგორ ფიქრობთ ვინ უნდა გაუწიოს ორგანიზება ამ ყველაფერს ხალხმა
ხალხმა როგორ უნდა მოხდეს ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება? ყველა უნდა გავიდნენ სახლებზე და დაადგენ საკრებულოსთან. მისამართი ხო იციან? დღეს ქალბატონმა თინა ხიდაშელმა მოუწოდა ხალხს, რომ ისინი მისულიყვნენ საკრებულოში. დიახ, თქვენ თუ შეუერთდით და თუ აპირებთ, რომ შეუერთდეთ? მე ფიზიკურად შეზღუდული ვარ, თორემ ნამდვილად შეუერთდებოდი. გასაგებია, მაგრამ ახალგაზრდა რო ვიყო და ფიზიკურად შემეძლოს, ნამდვილად შეუერთდებოდი და ვისაც კი აქვს ენერგია და ძალა, ნამდვილად ერთი წევრი მაინც უნდა გავიდეს ოჯახიდან. ეგება ამან მაინც გასაგებია. მადლობა ზარისთვის, რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს. სულ შემოვიდა 115 ხმა, აქედან 95% აპროტესტებს დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას, 4% არ აპროტესტებს. როგორ ფიქრობთ თქვენ? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2379994 აქტიურეთ ინტერნეტის საშუალებით. გამოკითხვა წერტილი G არის ჩვენი ინტერნეტის მისამართი, შემდეგი მაყურებელი ახაძე, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. რა მინდა იცი გითხრათ, რა თქმა უნდა ვაპროტესტებ. იცით რა არის? მე არ მქონდა შესაძლებლობა, რომ შემომეყვანა გაზი. ვარ მთლიანად დამოკიდებული ელექტროენერგიაზე. 200-300 კილოვატს ვხარჯავ, ზამთარ ზაფხულ. მე ხა გააჩნია ეკონომიით, მაგრამ მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ, ხო? მე ხა უნდა გადავიხადო რამდენი ელექტროენერგიის საფასური ნაგვის გადასახადი იმის შეფარდებით, ხო? და ეს რატომ მოხდა, იცი გენეცვალე? აი სოციალურად დაუცველი ხალხი, ღარიბები, ცოტა ისეთი ოჯახები, რომელსაც შეუძლია რომ ეკონომიით მოიხმაროს ელექტროენერგია და მერე გაიტანოს უგულავამ და სააკაშვილმა და გაყიდონ თურქეთზე და იმაზე. ამას არ ჭირდება დიდი მიხვედრა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ საკრებულოს წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის გადასახადს უნდა მიებას დასუფთავების გადასახადი დახარჯულ 1 კილოვატ-საათ ენერგიაზე კი 5 თეთრი დაწესდება. აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციონერები. დღეს ამ წუთებში საკრებულოში მიმდინარეობს სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ყველა ოპოზიციური პარტია მოუწოდებს საზოგადოებას გააპროტესტოს დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემა. როგორ ფიქრობთ თქვენ და თუ აპროტესტებთ ამ ახალ სისტემას, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2379994. ეწვიეთ გამოკითხვის ვებგვერდს, გამოკითხვა წერტილი G და მონიშნეთ თქვენთვის სასურველი პასუხი. მაყურებელი ახაძე, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ვაპროტესტებ საერთოდ საკრებულოს წევრების არსებობას ამ ქვეყანაზე. ვაპროტესტებ ხელისუფლების არსებობას და არანაირი შედეგი ამას არ მოყოდა, გარდა იმისა, რომ მოსახლეობამ დაუმორჩილებლობის სახით გადასახადი საერთოდ არ უნდა გადაიხადოს. არანაირი. არის თუ არა მზად და არის თუ არა მზად საზოგადოება ამ სახის პროტესტისთვის? დიახ, არის იმდენად გამწარებულია, აღარ შეუძლია ხალხს წყალს აძრობენ ელემენტარულად. ასფანდურაში ამხელა თანხებში ხიან. ცხოვრება აიწეს ყველანაირად ამ დაჩაგრულ ხალხს, როგორ რანაირად უნდა გააკეთოს. გასაგებია. უნდა იხადოს. მადლობა ზარისთვის. 2379994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. საინტერესოა რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი, გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ. გამარჯობა თქვენ. გამარჯობა. აბა როგორ უნდა გადავიხადო, როცა საერთოდ ნაგავი არ მაქვს. დიახ. ნაგავი არ მაქვს და როგორ გადავიხადო? მარტო ტელევიზორი მაქვს ჩართული და უყურებ ტელევიზორს, აბა რა ვქნა? გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2379994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული წევრი თავმჯდომარე სულხან ღლონტი იქნება. მანამდე საინტერესოა რას ფიქრობთ თქვენ, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2379994. შემდეგი მაყურებელი ახაძე, გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა, რა შუაშია ნაგავი და დენი ერთმანეთთან ჯერეგერთი. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. გამოკითხვა რამდენიმე წუთში სტუმართან ერთად დაგიბრუნდებათ. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელ სულხან ღლონთან ერთად გიბრუნდებათ. სულხან, გამარჯობა და მადლობა სტუმრობისთვის. თავარ მოგესალმებით.
როგორც იცით, დღეს და ამ წუთებში მიმდინარეობს საკრებულოში სხდომა, სადაც განიხილავენ დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემაზე მსჯელობენ. თქვენი პარტია საკმაოდ აქტიურად აპროტესტებს ახალი სისტემის ამოქმედებას. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ეტაპზე არის განხილვა და შეთანხმდა თუ არა რაღაც საკითხებთან მიმართებაში ოპოზიცია და უმრავლესობა? თამარ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ბუნებრივია ჩვენი წარმომადგენლები ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე აპროტესტებს თბილისის საკრებულოში იმას, რაც ხდება, იმიტომ რომ ეს არის თავიდან ბოლომდე უკანონობა. მე მინდა ორ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრო. ერთი, როგორც საკანონმდებლო ნაწილი ამ ყველაფრის, მეორე, როგორც მორალური ნაწილი. მოდით ახლა დეტალურად გავიაროთ თამარ ყველაფერი, რა ხდება დღეს მერის ინიციირებულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში. ეს არის ერთთვისმშობლად უკანონობა და თუ რატომ არის, მინდა განვუმარტო თბილისის მოქალაქეებს ეს ყველაფერი. საქართველოს კონსტიტუციაში წერია ძალიან ისე შავი თეთრზე არის ფაქტი, რომ 94 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად საუბარია, რომ სავალდებულო გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობის წესით, ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად გადასახადების და მოსაკრებლის სტრუქტურას თავიდან ბოლომდე ადგენს კანონი. მოდით ახლა უბრალოდ ამას იმიტომ რომ მოსახლეობა მიცოდეს რას აკეთებს აი ახლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში თუ როგორ არღვევენ ისინი კანონს. აქ არის საუბარი ასევე რომ ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონი, რომელიც სხვათა შორის მათი მიღებული არის დეკემბრის თვეში, ამბობს შემდეგ რაღაცას, ანუ აზუსტებს უფრო კონკრეტულად დასუფთავების მოსაკრებლების ოდენობა არ უნდა ახემატებოდეთ ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში. ეს იმას ნიშნავს, რომ დადგენილი არის ზედა ზღვარი. კანონის იერარქიის თანახმად ის, რასაც ეხა მიიღებს, ასე ვთქვათ, თუ მიიღეს და იმედი გვაქვს, რომ არ მიიღებენ ყოველ შემთხვევაში ამას, იმიტომ რომ ჩვენი წევრები უწევენ იქ წინააღმდეგობას, თუ გახდებიან თქვენ იცით ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება საკითხების მიმართ, ისინი ძალიან ისე კაბალურად ან ასაიდუმლოებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს, ან მოსახლეობას არაყენებენ საქმის ყურში, ექსპერტიზას არ გადის ეს ყველაფერი და ისინი პირდაპირ ეს ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას აგრძელებენ, იღებენ ესე ნაჩქარევ მდგომარეობაში მსგავსი ტიპის დადგენილებებს. ეხა კონკრეტულად მოდი ვთქვათ 3 ლარი არის დადგენილი თითოსულ მოსახლეზე, ანუ ეს არის უმაღლესი კანონით, ანუ კანონის თვალსაზრისით იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი კანონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვიდრე საკრებულოში მიღებული დადგენილება იქნება დღეს. თუმცა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, რომელიც წარმომადგენელი არის, ანუ საკრებულოში ნიკო ხაჩირაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ საკრებულო მიიღებს და დაამტკიცებს ამ პროექტს, იურიდიული კომიტეტი პარლამენტში ყველა პირობას შექმნის იმისას, რომ კანონი ჩაენაცვლოს ახალი კანონი. ქაბატონ თამარ, ეს არის ნონსენსი, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ შენ მიიღებ ისეთ კანონს, რომელიც სხვა კანონმდებლობით იკრძალება, უმაღლესი, ანუ უფრო მაღალი იერარქიის კანონმდებლობით იკრძალება, ის არის თავიდან ბოლომდე ბათილი. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა, ხაზი მინდა ამას გაუსვა, ის უმრავლესობა, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე პირდება თბილისის და საქართველოს მოსახლეობას, რომ სოციალურად სამართლიან პოლიტიკას აწარმოებს და ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად უსამართლო პოლიტიკა არის, მათი მიღებული გადაწყვეტილება იქნება თავიდან ბოლომდე უკანონო. და კიდე ერთხელ ვამბობ, თუ ბატონ საკრებულოს წევრს აქვს არგუმენტი, რომ ორგანული შესახებ კანონი რეალურად აძლევს საშუალებას ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ მიიღოს რაიმე ტიპის დადგენილებები ამ მოსაკრებლების შესახებ, მართლაც ასე არის, მაგრამ იგივე კანონში ვკითხულობთ, აი ძალიან მნიშვნელოვანია მე-16 მუხლი რასაუნს, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება მათი განაკვეთის დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში უნდა მოხდეს. ანუ რას ნიშნავს ეს? ვუბრუნდებით ისევ წინარე კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ არის მიღებული და სადაც იგი უწესებს, ეს არის კანონი ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, სადაც იგი უწესებს 3 ლარიან ზედა ზღვარს. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა თავიდან ბოლომდე ცრუობს და ერთის მხრივ ცრუობს და მეორეს მხრივ აბსოლუტურად არაკომპეტენტური არის მისი ეს განცხადება და უკვე წინააღმდეგობაში მოდის მაღალ იერარქიით უფრო მაღალ კანონთან და შესაბამისად კიდე ერთხელ ამბობ, ის რისი განხილვაც და ეხლა მიდის თბილისის საკრებულოში, არის თავიდან ბოლომდე კანონდარღვევა და კანონდარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებას ჩვენ ყველანი ბუნებრივია გავაპროტესტებს. ეხლა აი ამ წუთებშიც მიდის ძალიან ისეთი აქტიური წინააღმდეგობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის უმძიმესი დარტყმა თამარ და რატომ ვამბობ ეხლა ამას. საქართველოს თბილისის მოსახლეობის, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შედგება სტატისტიკის მიხედვით 3 და 4 სულიანი ოჯახებისგან, ასე ვთქვათ. ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როცა თქვენ მოიხმართ ელექტროენერგიას, მაგალითად 300 კილოვატის ოდენობით თვის განმავლობაში, თქვენ უნდა შედგებოდეთ, წარმოიდგინეთ, თქვენი ოჯახის წევრები უნდა იყოს 7 და 8 სულზე მეტი იმ შემთხვევაში, რომ არ დაირღვეს კანონი. ანუ აქ არის თავიდან ბოლომდე კანონდარღვევა იმ ზედა ზღვარისა, რომელზეც თქვენ 3 ლარიანი ზღვარი ეგრეთ წოდებული, რომელიც არის კანონში ჩადებული. 3 და 4 სულიან ოჯახებს 100 და 200% უძვირდება გადასახადი
დასუფთავების მოსაკრებელი, ასე ვთქვათ, რომელსაც ადგენს ხელისუფლება. მათი არგუმენტები კიდე ერთხელ რაღაც მოვისმინეთ, თითქოს ეს არის ტარიფი და ეს არ არის გადასახადის დაწესება და ასე შემდეგ. ეს არის თავიდან ბოლომდე სიცრუე, იმიტომ რომ ტარიფი არაფერი არ არის თუ არა სერვისის ღირებულების განსაზღვრა და იმ შემთხვევაში, როცა მე არ მაქვს ალტერნატივა ავირჩიო, ამან გამიკეთოს იგივე სხვა ერთმა ფირმა გამიკეთოს ეს მომსახურება თუ მეორემ გამიწიოს ეს სერვისი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს არის კანონდარღვევა თავიდან ბოლომდე და ეს არის გადასახადი, რომელსაც კიდე ერთხელ ვამბობ. აბსოლუტურად უკანონოდ მერიის ინიცირებით უყრისკენს თბილისის საკრებულო. აი ეს არის მთავარი პრობლემა. ეხლა თამარ მე მინდა მორალურ საკითხსაც ვისაუბრო ამ ყველაფრის. თუმცა მე ერთ კითხვას დაგისვამთ, რომელიც ხალხს ძალიან აინტერესებს. რა კავშირი არის ელექტროენერგიის გადასახადსა და დასუფთავების გადასახადს შორის და როგორ ფიქრობთ, რა კრიტერიუმით შეირჩა ელექტროენერგია, რომ გადაწყვიტეს, რომ გადასახადის დასუფთავების გადასახადი მიებათ სწორედ ელექტროენერგიის გადასახადზე? ძალიან კარგი კითხვა არის, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის თამარ. აქ არის საუბარი, რაც უპირველეს ყოვლისა ბუნებრივია, როცა მე მოვეხმარე ელექტროენერგიას, უნდა გადავიხადო ელექტროენერგიის გადასახადი. ეს არის ფაქტი და ცხადი. ამაზე მიბმა რატომ მოხდა? მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ თქვეს, რომ ჩვენ აღრიცხვის ხრონობას ვერ ვაწარულებთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის მიწერილი, ასე ვთქვათ, ოჯახებში და ამიტომ ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, ჩვენ გავარკვევთ იმის მიხედვით, თუ რამდენი იქნება მრიცხველზე, რამდენი კილოვატი ელექტროენერგია იქნება მოხმარებული, ასე ვთქვათ. კიდე ერთხელ ვამბობ, ესეც გამომდინარეობს იქედან, რომ მათ ძალიან ბევრი ადამიანი ყავდათ მიწერილი არჩევნების პერიოდში სხვადასხვა ოჯახებზე, რომლის რეგულირება ვერ ხდებოდა, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა უკვე განცხადებები. ერთის მხრივ ეს არის ბუნებრივია პრობლემა და მეორეს მხრივ ეს არის თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ, დისპოზიციური კანონთან მიმართებაში, კანონზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და მორალურ ნაწილს რაც შეეხება, მორალური ნაწილი არის შემდეგი. თელ მსოფლიოში, იქ სადაც საზოგადოებას ცემს პატივს ხელისუფლება და საზოგადოება საკუთარ თავსაც ცემს ბუნებრივია პატივს, ხდება შემდეგი რამ, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც პირდაპირ ასე ვთქვათ, არის კავშირში ოჯახების ბედნიერებასთან, სოციალურ სამართლიანობასთან და მათ სოციალურ ყოფასთან, თავიდან ბოლომდე ხდება შემდეგნაირად. ექსპერტიზას გადის ნებისმიერი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივა, ნებისმიერი ტიპის დადგენილება. შემდეგ ექსპერტები ამბობენ ამაზე, ან არის ეს მისაღები, ან არის მიუღებელი. შემდეგ მოსახლეობასთან კიდე ერთხელ ხდება საჯაროდ მსჯელობები ამასთან დაკავშირებით, წარმომადგენლობით ორგანოებში, სხვა ტიპის შეხვედრები და შემდეგ შეჯერებული პოზიციით, ანუ იქ სადაც მოსახლეობას ცემს პატივს ხელისუფლება და პირიქით არის ეს ყველაფერი, შეჯერებული პოზიციებით თამარ ამბობენ, რომ იმ მოსახლეობას, ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია გადაიხადოს ამ ტიპის გადასახადი და ამ შემთხვევაში ან მოსაკრებელი და ამ შემთხვევაში ხდება ამ ყველაფრის დაწესება. შესაბამისად თამარ კიდე ერთხელ ვამბობ, აქ ძალიან ბევრი ზარი იყო პენსიონერების და არა მხოლოდ პენსიონერების, თბილისის მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან კატასტროფული რამ, რაც ახლა ხდება თბილისის საკრებულოში, ცვირდება ძალიან მნიშვნელოვნად 100 და 200%-ით თითოეულ ოჯახზე გადასახდელი, რომელიც დააწვება, ასე ვთქვათ, თბილისელებს ტვირთად და ამას არავინ არ უდგას სათავეში თუ არა ნაციონალური მოძრაობა და მას სხვადასხვა ოპოზიციური სუბიექტების წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, ეწინააღმდეგებიან ახლა საკრებულოში თბილისის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. გასაგებია, როდესაც იცვლება ტარიფი და იმატებს ფასი. ეს პირდაპირ პროპორციული უნდა იყოს თუ არა მის სერვისზე და ანუ სერვისის გაუმჯობესებაზე. ანუ პროექტში ამაზე თუ არის რაიმე საუბარი და ამაზე თუ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ ვსაუბრობთ ეხა თამარ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენ ხარისხზე. ხარისხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ადამიანები არ ამბობენ, რომ აუცილებლად ეს თანხები ჭირდებათ იმის გამო, რომ შეავსონ, ასე ვთქვათ, იყოს უფრო უკეთესი ხარისხი. ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ აღრიცხვის ხრონებას ვერ აწარმოებენ. შესაბამისად აქვთ დანაკლისი, ანუ არ ყოფნით ის ხარჯები, რომელსაც იღებენ თითოეულ სულ მოსახლიდან, ასე ვთქვათ, რომელიც 3 ლარის ოდენობით, რომელიც არის ზედასხვარი და ისინი ამბობენ, რომ ამით უბრალოდ გაეზრდებათ და მათ შემოსავლები. დღეს ხარისხის პრობლემა, თუ შეიძლება ესე პირდაპირ ვთქვათ, ხარისხის პრობლემა შეიძლება ითქვას არ დგას. ეხა კონკრეტულ სიტუაციაში დგას პრობლემა, როცა თითოეულ ოჯახს კიდევ უნდა გამოართვას ფული ხელისუფლებამ იმის გამო, რომ მას აქვს ფინანსური დანაკლისები. ამაზე არის ელემენტარულად საუბარი. ეს არის ტიპიური, არ მინდა ეხა ისეთი კატეგორიული სიტყვები გამოვიყენო, თუმცა რადიკალური სიტყვები გამოვიყენო, უბრალოდ თუმცა ეს არის ერთმნიშვნელოვნად ხელების გადაგრეხვის პოლიტიკის საკუთარი მოსახლეობაზე ფულის გაკეთება და სხვა არაფერი და ამას ბუნებრივია ჩვენ დავუპირისპირდეთ ნებისმიერი ჩვენთაგან. თბილისის მოქალაქეები. სულხან, ძირითადად ხალხში, როდესაც არის რაღაც საკითხთან მიმართებაში პროტესტი, ყოველთვის აი ამ პროტესტს
დღეს უერთდება პოლიტიკოსი და სათავეში უდგება პოლიტიკოსი. Როგორ ფიქრობ, დღეს საზოგადოებაში თუ არის იმის мотиваცია, რომ პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად გამოხატონ პროტესტი და შეცვალონ თუნდაც დასუფთავების გადასახადის სისტემა? თამარ, მე ამაზე მოგახსენებ ჩემ პოზიციას. პირველ რიგში, თელ მსოფლიოში ინტერესების გამოხატვის, ასე ვთქვათ, და დაცვის საკითხები არის სამოქალაქო სექტორის ხელში, ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ოპონირების რეჟიმში გულისხმობ ამას ბუნებრივია და ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების. ნუ გავემიჯნებით, ასე ვთქვათ, ოპოზიციას აბსოლუტურად ხელოვნურად და ნუ ვიტყვით, რომ მოდი ჩვენ რაღაც გავაკეთოთ ოპოზიციურ პარტიებთან, არ გვინდა დაუშვათ ამ ტიპის ურთიერთობები. კიდევ ერთხელ ვამბობ, საზოგადოების ნაწილი არის ოპოზიციური პარტიების ბუნებრივია და თითოეული ჩვენთაგანი დღეს ამ კონკრეტულ სიტუაციაში შესაძლებლობების მაქსიმუმს ზღვარზე არის, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. ამას მოყვება ბუნებრივია სასამართლოში გასაჩივრება, ამას მოყვება სხვა საკითხები. თუმცა ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც პოლიტიკოსი, რომელიმე პოლიტიკოსი ჩაუდგება სათავეს თუნდაც აქციას, ხშირ შემთხვევაში ის წარუმატებლად მთავრდება ხოლმე. თამარ, მე გაგცემთ ამაზე პასუხს, არავის ამ ქვეყანაში ექსკლუზივი არ აქვს აღებული ბუნებრივი აქციებთან დაკავშირებით, ნებისმიერ მოქალაქეს საინიციატივო ჯგუფს შეუძლია გააკეთოს მოწოდება, შეხვდეს, ასე ვთქვათ, სხვა მოქალაქეებს, შეიკრიბნონ და გააპროტესტონ იგივე კაბალური გადაწყვეტილება, რომელიც ახლა ხდება თბილისის საკრებულოში, ასე ვთქვათ, ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავ, ბუნებრივია. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, უნდა აქტიურობდნენ ახალგაზრდების ბუნებრივია, უნდა აქტიურობდნენ სტუდენტები, თქვენ გახსოვთ პენსიების დასთან დაკავშირებით საკითხები, როცა იყო საბერძნეთში, როცა იყო საფრანგეთში, ძირითადად პენსიების საკითხზე სოლიდარულები იყვნენ სტუდენტები, სოლიდარულები იყვნენ ახალგაზრდები და ბუნებრივია მოუწოდებ ყველა მათგანს საჯარო არის საკრებულოს ხდომა მიიღონ მონაწილეობა მასში და ჩვენ ყველამ ერთად დავაფიქსიროთ ეს პოზიცია ყოველგვარი ექსკლუზივების გარეშე ხაზი მინდა გაუსვა როგორც მოქალაქეებმა რომელსაც არ მოგწონს ხელისუფლების აბსოლუტურად ამორალური გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ვამბობ რომელიც არის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული არ შეუძლია თბილისელებს საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი ტიპის გადასახადების გადახდა ეს არის ფაქტი გასაგებია, მადლობა სტუმრობისთვის, მაყურებელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი სულხან ღლონტი, რაც შეეხება სატელეფონო ზარებს. სულ შემოვიდა 14 სატელეფონო ზარი, აქედან 14-ვე ადამიანი აპროტესტებს დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას, რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს. ამ დროისთვის შემოვიდა 151 ხმა, 94% აპროტესტებს დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას, 4% არაპროტესტებს დაახლოებით 0.66% ნაწილობრივ აპროტესტებს გამოკითხვა ხვალამდე გემშვიდობებად.